გამარჯობათ მეგობრებო, გამარჯობათ. გურახათ, როგორ კარგად უნდა იყოთ, კარგად. დავიწყოთ ჩვენი ამბები, არა? ეხლა მე ვიმყოფები არკანზასის შტატში, მივდივარ ტენეში და აი ესეთ ბუნებაში მოგვიწევს სიარული. როგორც ვამბობთ, კეცავთ, ფიქრობთ, მე ჩემ აზრებს გიზიარებთ. განვახლოთ ჩვენი ციკლი, ანუ რუბრიკა ფული. ესე იგი ფულიზე ვილაპარაკეთ, ფული როგორ როცა ჩუქნიან, ბავშვობიდან გამომდინარე, მეორე როცა ჩალიჩობ, იქ ცოტა კრიმინალსაც გავუარეთ. და დღეს უკვე მინდა ვილაპარაკო უკვე ფულის შოვნის სახეობა, ასე რომ ვთქვათ, ქთამი, რომელიც საბჭოთა პერიოდში ძალიან გავრცელებული იყო, აქტიურად მაგის გარეშე მოძრაობა და ასე ვთქვათ, წარმატება არ გამოდიოდა. ისე პარადოქსი იყო რა, ესე იგი საბჭოთა პერიოდში დამეთანხმებით და ჩემი თაობის ხალხი და არა მარტო ჩემი თაობის, არ ვიცით საბჭოთა კავშირი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე წამყვანი რესპუბლიკა იყო საბჭოთა სივრცეში. და ზოგჯერ რო ტირიან ხოლმე, ვაიმე რა კაი დრო იყო, როგორი კაი დრო იყო, აი ამას უკავშირებენ. პარადოქსია, იმიტომ რომ პატარა საქართველოს ამდენ რესპუბლიკა 15 ხო აი თითქოს აი უცხოელი რო ჩამოდიოდა ხოლმე აი მახსოვს ტაიბერგერი მწერალი რომენ როლანი ვინც კი ჩამოდიოდა საბჭოთა კავშირში და აჩვენებდა აი რა კაი ცხოვრებაა საბჭოთა კავშირში პროპაგანდა იყო არა 10 კაციდან ჩამოსვიდა 8-9 მოყავდათ საქართველოში და აჩვენებდნენ აი რა კარგია საქართველო იქ კურორტები ბუნება და ეს ყველაფერი კარგი და ძირითადად აჩვენებდნენ იმით რომ საქართველოში ცხოვრების დონე იყო ძალიან მაღალი. თავისთავად ეხა ბუნება ხო ლამაზი იყო და ზოგჯერ ამბობდნენ სტალინის დამსახურება იყო, ეს იყო, მაგრამ სტალინი რო გარდაეცვალა, მაინც ყოველთვის საქართველოს მოწინავე იყო და სახლები ჰქონდა ძალიან კარგი, რავი დასავლეთში რუსები განსაკუთრებით რო ჩამოდიოდნენ, ეხლა მე მახსოვს ეხლა სოფლში გაზრდილი ადამიანი ვარ და რო ჩამოდიოდნენ დასასვენებლად და სახლებს რო უყურებდნენ და ამ ორსართულიან სახლებს, აი დიდი ზალები, დიდი ოთახებით რო უყურებდნენ, გიждდებოდნენ ხოლმე როგორ რანაირად და მაგე მართლა პარადოქსი იყო, იმიტომ რომ მოხსენება საბჭოთა კავშირში ხელფასი იყო, ინჟინრის ხელფასი იყო, გონია 100-დან 150 მანეთამდე, მასწავლებლები სადღაც 160 მანეთამდე და მუშას გონდა 200-300 მანეთი. ბიზნესი აკრძალული იყო, ეს იყო, მაგრამ სახლები ჰქონდათ, აი ჩვენ ნებისმიერ ჩვენ იმას ჩვენ წინაპრებს ბაბუებს რო ვკითხოთ როგორ აშენებენ ამ სახლებს 2-3 სართულიან, 3 სართულიან სახლებს, რომელიც დღევანდელ დღეს რო აშენ 2 სართულიან სახლი წარმოიდგინეთ ამხელა ფული და რამხელა ფინანსები ჭირდება რა ასე მოკლედ რო ვთქვა. ამ მოვლენაზე ჩვენ ალბათ შემდეგშიც ვილაპარაკებთ, ჩვენ შემდეგშიც განავსოთ ამ თემას, მაგრამ მაინც საწყისი იყო ქთამი, ლევი ფური, ასეთ ლევი. და მე ჩვენ როგორც ყოველთვის ბავშვობიდან ვიწყებ ჩვენ მოგონებას, მოდი შევეხოთ ჩემ მაგალითიდან და დარწმუნებული ვარ თქვენც შეჯახები ხართ ამ მოვლენას და ჩვენ ჩვენებურად მოვყვეთ ეს ჩვენი ცნობები და ფიქრები, რომელიც მე პირადად შემეხო ამ ქთამთან და თამის საშუალებით ფულის შოვნის, ასე ვთქვათ, კონტექსტი. ეხლა დედაჩემი ცოცხალი რო იყოს და ამ ვიდეოს ეს ვიდეო რო ენახა, რადგან მე ახლა ლაპარაკობ, ალბათ წინააღმდეგობას გამიწერდა და მეტყოდა შვილო, რა საჭირო ამის ჩვენება, მაგრამ ჩემი აზრით არ არის ეს, იმიტომ რომ იმდენად იყო ეს გავრცელებული ეს მოვლენა, არა მარტო დედაჩემი, არამედ ისეთი ხალხი სარგებლობდა ამით და ისე იყო გავრცელებული საბჭოთაშიც არ ვიცი, რუსეთში და იმაში არ ვიცი, მაგრამ საქართველოში რომ გავრცელებული იყო, მაგაც წყალი არ გაუვარ.
ცუდია თუ კარგია, სასიცხულია თუ არა სასიცხვილოა, ნუ ასე იყო. იმიტომ რომ იყო საბჭოთა კავშირი და ნუ იყო და იყო. ნუ რას გულისხმობ, ეხლა ბავშვობიდან მახსოვს, ალბათ თქვენ გეხსენებათ სოჩიკები რო იყო ხოლმე, ხო, დენის. ესე კაპიკები იყო. გადასახდელები, მაგრამ იმდენად დაბალი შემოსავალი იყო, რომ გავრცელებული იყო, რომ ან სოჩიკს გააჩერებდი, ან კიდე ბატარეიკაზე აერთებდნენ ცალკე მავთულს, ის სოჩიკი ჩერდებოდა და თქვათ თუ უნდა დაწერილი იყოს სიტყვაზე 10 ლარის გადასახადი, იწერებოდა 2-3 ლარი და ამით მოგებას ნახულობდა ყველა. ნუ მომხმარებელი პირველ რიგში და როგორ მახსოვს როცა დავიწყე უკვე ჩემი აზროვნება უკვე 5-6-7 წლის რო ვარ ორ თვეში ერთხელ მოდიოდა ვიღაცას ვეძახდი კაც, მაგრამ ვიღაცა თუ 100 თვეში მოდიოდა ინკასატორი, ასეთი ციგნაკი ქონდა, რაღაცეებს ჩაწერდა და დედაჩემი მისცემდა რაღაც ერთმანეთს, ორმანეთს და მიდიოდა. მე რო გავიაზრე, იმიტომ რომ ეს მავთული რო იყო შეერთებული ბატარეიკასთან იმებთან, ხდებოდი რომ რაღაცა სწორად არ კეთდებოდა ეს საქმე, რაღაცა არასწორი მოქმედება იყო, მაგრამ ამ არასწორი მოქმედებით დაფარვა ხდებოდა იმ მანეთიანი და ორმანეთიანი, რომელსაც დედაჩემი აძლევდა ამ ინკასატორს. ეხლა ბავშვი ხარ და ყველა დამეთანხმებით, რომ ბავშვი ცნობიერება ეზოში ყალიბდება, წყალი არ გაუგა. ეხლა არ ვიცი თანამედროვე დროში ახალგაზრდები ეზოში ყალიბდებიან თუ არა, მაგრამ ჩვენ დროში ყველა ჩვენ გარეთ ვიყავით და წინა იმაშიც გახსოვთ, რომ ვიხსენებდი, გახსოვთ ეს ზოგს ველოსიპედი ყავდა, ზოგს კაი სათამაშო ჰქონდა, მაგრამ ხო იცი ბავშვს შენც გინდა რომ გქონდეს, მაგრამ საშუალება არ აქვს, იმიტომ რომ შენი დედა მასწავლებელია, იმდენი შემოსავალი არ აქვს. იმის მამა დირექტორია, ნუ სხვადასხვა მშობლებს სხვადასხვანაირი თანამდებობა ჰქონდათ. ერთი რაღაცა დავიჭირი, კაცო, ჩვენ შორის თუ მიხდება ეხლა ჩვენისაც ლაპარაკობ. ერთი პატარა ბიჭი იყო, ყველაფერი ჰქონდა, კაი ველოსიპედი, კაი აბსოლუტურად ყველაფერი ჰქონდა, კაი სათამაშოები, არაფერი არ აკლდა და ნუ უყურე, მაგრამ ძალაუნებად ხო იცი რა საიდან ეხლა იმას კი ხდებოდით რომ მშობლიდან მოდიოდა, მაგრამ მშობელი იყო მაღაზიის გამყიდველი. მამა სხვაგან მუშაობდა, დედაც, მაგრამ არაფერი არ აკლდა, სახლშიც რო შედიოდი სტუმრად გაჭედილი იყო თელი. ხო, მამა იყო ბუფეტჩიკი და დედა იყო გამყიდველი სასუსათო მაღაზიაში და სახლში რო შედიოდი, ხო იცი ბავშვები ერთმანეთს სტუმრად დავდივართ. ეხლანდელი ბავშვები აღარ დადიან ერთმანეთს სტუმრად, მაგრამ მე მთელი უბნის და მთელი სადაც კი სოხუმში ვიყავი თუ სოფელში ვიყავი თუ სადაც არ უნდა ყოფილიყავი, ყველა ოჯახში ვიყავი ნამყოფი. გონი ეხლანდელი ბავშვები აღარ დადიან არა ეზოში, ან ვიღაცათა საჭმელად ვიდიოდი არ იმასო და ამ ჩემი ეზოს ამხანაგის სახლში რომ მივდიოდი, აი მთელი სახლი გავსებული იყო ანტიკვარული ხრუსტალებით იყო ავეჯი და ნუ კარგი მაცხოვრებელი იყო და რომელიც თვალში მეცემოდა, იმიტომ რომ ჩემ სახლში რომ მოდიოდი ძალიან ხალვათად ვიყავით და ამის სახლში რომ მივდიოდი და აი მუზეუმში მეგონა ჩემი თავი. და კითხვა, მაინც ხო იცი ბავშვი რო ხარ საიდან, მაგრამ აი როგორ მახსოვს რომ დედა იყო სასუსათო მაღაზიაში ჩვეულებრივ გამყიდველი და მამა იყო ბუფეტჩიკი მაშინ გახსოვთ ეს რესტორნებში და იმებში, მაგრამ კაი მაცხოვრებლები იყვნენ. მაგრამ ისიც მახსოვს რომ აი სკოლაში და იმაში გვასწავლენ უნდა გამხდარიყავი კაი მასწავლებელი, კაი ექიმი, კაი ინჟინერი. იმასაც ხედავდი, კაცო, ეს კარგი ექიმი, კაი ინჟინერი, კაი ისეთი მატერიალით ისეთი ძლიერი არის, როგორც ეს თქვა უბრალო მუშაკი, გამყიდველი, ბუფეტჩიკი, მაგრამ ის იმასაც ხვდებოდი, რომ ეს ბუფეტჩიკობა და ეს გამყიდველობა პრესტიჟულობა არის. ეხლა მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ და ზედმეტს კი არ ვეუბნებ, მაგრამ ნუ აი ესეთი ატმოსფერო ტრიალებდა. მე უკვე
გავიარე ხედავ აი ძალიან კარგი იყო პროკურორობა მაგრამ მილიციის უფროსის ყოფილიყავი მაგრამ ხედავდი კაცო ეს პროკურორი და ეს მილიციის უფროსის შვილები ძალიან მაგრა იყვნენ რაღაც თითქოს განსაკუთრებით სხვა სფერო იყო სხვა იმაში იყვნენ და მე უკვე დროთა განმავლობაში ხედავდი რომ რაიკომის დივნები რაღაც განყოფილების დივნები ნუ ეხლა ჩემ გონებაში ვამბობ ეხლა ბავშვი ხო იცი რაღაცა ხედავ მაგრამ ხედავდი რომ რაღაცა ისი არ იყო როგორც შენ გონია და ჩვენ გავხსოვთ წინა იმაში რომ გავარჩიეთ თამაში ჭვავის ხანაში აი ეს სიყალბე და აი ეს რაღაცა ტყუილი შემოდიოდა ჩემ ცნობიერებაში მაგრამ ეხლა 7-8 წლის ბავშვი რო ხარ ამას კი გძნობ მაგრამ კარგად ვერ ანალიზებ და უკვე 12 წლის შემდეგ უკვე სხვანაირად რო ვაზრუნებ და უკვე ცოტა რო იყვია გამოსული ხარ უკვე ანალიზებ ამას ყველაფერს საიდან როგორ და რატო ხდება ეს გინდა არ გინდა დაფიქრდები გაანალიზებ და უკვე ხვდები რომ ეს წყობა ცუდია ასეთი სისტემა უფროსწორად ასეთი მოქმედება ცუდია მაგრამ აუცილებელია ამას თუ არ გააკეთებ არ გექნება ის რაც გინდა და რა უნდა ქონოდა ახლა საბჭოს სისტემაში ის ელემენტარული რაღაცაც რაც აუცილებელია ნუ მე ვიძახი ყოფა ცხოვრების ამბავში და როგორ მახსოვს 15 წლის რო ვარ თქვენ დროს უკვე სახმართველობები და რაღაცა რო გაფუშდებოდა რაღაცა ინჟინერი უნდა წამოსულიყო ან სანტექნიკი ან სპეციალისტი სახმართველობა არ უშვებდა და როგორ მახსოვს ეს დედაჩემაც ჩამიდო რაღაცა გაგვიფუშნა სახში სანტექნიკი ვერად და ვერ მოვიდა და ეკუთვნოდა სახმართველს უნდა გაეკეთებინა ხა შენ შეგიძლიათ კერძოდ მოგეყვანა ვიღაცა მაგრამ რატო აქ სახმართველის ვარდებულება იყო და ერთხელ მახსოვს პირველი ჩემი ასე თქვა შეხება რასაც მთელი ცხოვრება ბავშვობაში უყურებ რომ დედაჩემი ინკასატორთან მამას ნუ რასაც მე ვხედავდი სხვა მომენტებსაც მე ახლა აღარ გავშიფრავ და თუმცა ასეთი კონვერტი მომცა და მითხრა წადი სახმართველს და პირდაპირ მიაწოდეო წავედი მივაწოდე და მეორე დღესვე სანტექნიკი მოვიდა და იქ გასაკეთებელი საქმე რაც გასაკეთებელი იყო ისე სახში კი არ იყო გარედან შედიოდა მილი ის იყო რაღაც გასაკეთდა გააკეთეს ესე იგი ამ კონვერტთან თავისი საქმე გააკეთა მე ჩემ ცნობიერებაში წავიდა ეს აზროვნება ხო იცით ახლა გესმის ახლა ხან ფული ჯოჯოხეს ანათებს რასაც ფულით ვერ გააკეთებ იმას მეტი ფულით გააკეთებ ხო ესეთი ტერმინები ეს გესმის ახლა ძალაუნებად კინოებში და ყოლიზდები ძალაუნებად ამას ის და მთელი ის არის უბედურება კი იცი რომ ცუდია მაგრამ მაგის გარეშე არ გამოდის იცი რომ არ თავს გულისხმობ იმას მიცემა მოცემა რაღაცა მიდის გინდა შავ სამყაროში სამწუხაროდ მე ხიად ვახსენებ ამ შავ სამყაროს გინდა განათლებაში ნუ გზებზე ხო ნუ მოდი ახლა ჩამოვყალიბდებით ბევრ ვარიანტებს ამდენ მაგალითს გავიხსენებ რა ეხლა ჩვენ შავ სამყაროზე ძალიან ხშირად ვლაპარაკობთ ხოლმე ალბათ მე ვილაპარაკეთ ხოლმე მაგრამ ამდენ ახლა ჩვენ მაგას ვეძახდით პატივისცემას ეხლა პატივისცემა და ქთამის მაგიც უნდა განვასხვაოთ ხო მაგრამ ეხლა ზოგჯერ არეულია ხოლმე ეხლა მეც მიახარებს ზოგჯერ ამერიკაში რომ ჩამოვდივარ აქ და გოგოებთან რომ მიმაქ ეს ჩუჩხელები, ყვავილები და რაღაცეები ეს ქთამია მაგრამ ზოგმაც მე რატო ქთამაო მაგრამ არ ვქთამა რაღაც მინდა რომ სიამოვნება მივანიჭო ადამიანს მადლობა ვანიშნო და ეს ქთამია აი მაგაზეც შეიძლება ბევრი ვილაპარაკო პატივისცემა და ქთამის მიცემა ერთი და იგივეა თუ არ არის რა თქმა უნდა ერთი და იგივე არ არის მაგრამ რაღაცა ისე არ არის რაც არის
მაგრამ ცხოვრება და გამოცდილება გაძლევს იმის საშუალებას განასხვაო რა არის პატივისცემა და რა არის თამი. ზოგჯერ არის ხოლმე ადამიანს პატივისცემის გაწევა არ უნდა და იცახს მე არ შეიძლება თამია უბრალოდ მოდი მარტივად დავარქოთ ყველაფერს თავის საქმე ძუნწობს და ამით ამართებს. არ შეიძლება ის არ არის წესიერი გზა, მაგრამ რატო პატივისცემა რა ცუდია? მე ძალიან მომწონს. ყველგან ამეტანი პატივისცემაც შეიძლება აჩუქო რაღაცა, მაგრამ თქვათ აჩუქო სიტყვაზე 50 ლარიანი პატივისცემის ნიშნად, მაგრამ პატივისცემის ნიშნად აჩუქო 5000 ლარიანი ეს საჩუქარია თუ გთამია. ნუ ყველა იტყვის ალბათ 90% 100 კაციდან იტყვის ეს უკვე გთამია. რომელიც შეგიძლია შენ 100 ლარი და სიტყვაზე 100 ლარი გადაჭრა პატივისცემის ნიშნად ამ 100 ლარის დასვას აზრ 5000 ლარის რაღაცას, ესე იგი შენ იმისგან რაღაცას იტყვი. გონის მართას ვამბობ, ჩახლართურად ვამბობ, მაგრამ სიმართლეს ვამბობ. ესე იგი პატივისცემასა და გთამს შორის არის რაღაცა განსხვავება, იმიტომ პატივისცემა გულით გამოხატული და დიდ თანხას უაზრებს ხო გთამია, ეს ამის სანაცვლოდ შე რაღაცას ითხოვი იქიდან. ყველაზე ასეთი აშკარა გამოხატვა არის ექიმი, ხო, ექიმი რო გადაგარჩენს ხო რაღაცა ტყივა გადაგარჩენს, პატივისცემით რაღაცას აჩუქებ ხო სიტყვაზე. აი განსაკუთრებით სოფლიებში და იმებსა და თვი არ იყო მაგდროს და ხათამდე იმას მოუყვანი, მაგრამ ხათამის ნაცვლად და სიტყვაზე პატარა რაღაცას და დიდ რაღაცას რო მოუტან და რაღაცა ის უკვე გთამია. მაგრამ იქაც უკვე იყო პატიოსანი ექიმები, რომლებიც იღებდნენ ამას საპატივცემლოდ, მაგრამ იყვნენ რომლებიც ითხოვდნენ ამას. ერთ სიტყვით ისეთ მომიდა, აი იმდენად რთული არ არის, უბრალოდ ჩახლართული თემაა, მაგრამ ამაზე ბევრი ლაპარაკი შეგვიძლია, მაგრამ ამაზე მერე ვილაპარაკოთ, მაგრამ ჩვენ ისე ჩვენი პროექტი გავაგრძელოთ უკვე ჩემი თამის თუ პატივისცემის რაფორმებში მომიწია ყოფნა. თუმცა მომენტებში შეიძლება ეხლაც ამ ასაკში და ამ პერიოდშიც ასე მოქმედება მიწევს. ესე იგი 18 წლის ასე ყველაზე გავრცელებული თამდე მინდა ვილაპარაკოთ. 18 წლის ასაკში მე უკვე მყავდა საკუთარი მანქანა. ეხლა ზოგიერთი მკითხა შენ 18 წლის ასაკში შენი საკუთარი მანქანა კომუნისტების დროს როგორ საიდან მოახერხეო ამასო. ნუ მე წინაებიდან გითხარით რაღაც პატივისცემები და იქიდან გამომდინარე რაღაცნაირად მომიგროვდა. თამია თუ პატივისცემა მოახერხე და 18 წლის ასაკში მყავდა მე უკვე მანქანა ძველი დაჭრილი ნოტრი იყო. აი ესეთი ბედნიერი ვიყავი, მაინც 18 წლის ვიყავ უკვე ასაკში მანქანა რო ყავს და გავრცელებული ახლა მაგი გაიშნიკები და ინსპექტორი რომლებიც გზებზე იდგნენ. ძველი მანქანა მყავდა დაანჯღრული რაღაც უკვე 2-3 დღეა მიხარია უბანში და ადრე პოლიცია და ის ყველა უბანს ყავდა თავისი მომაგრებული პოლიციელი ავსტების და მიხარია რა ბედნიერი ვარ რაღაცა დავდივარ და ჩვენ ყველას ვიცნოდით ამ უბნის მაყურებლებს იმებს და მე-13 დღეს რაღაც იქ დავსეინო ბიჭებთან ერთად და პაპი დადიოდე თუ უბნის წუნებული და მოდი მე მეუბნება ვიცნოდით ერთმანეთს ყველცი და არ უნდა დაასვენო კაცო რა კაი შენაძენი გაქვს მეთქი რატომ უნდა დავასვენო მიდი ცოტა გავბრაზდი ახლა თამე რატო ახლა მე მანქანა და ვიღაცა მაგა ძველი ბიჭები მაგრამ მე ბიჭება მითხეს მიდიო კაცო ახლა შეგაგინდა როგორ მახსოვს პირველი 50 მანეთი მაშინ 50 მანეთი კაი ფული იყო ამ ჩემ უბნის მაყურებელს მივეც როიტყვიან დავასველი მანქანა
უკვე მომენტებში სადმე ვიცი რა უბანში ღამე რო დადიხარ იქ მიდიხარ ვიცი მანქანა რო ყავს ყველგან მიდიხარ მოდიხარ ხან რაღაცას დაარღვევ გამოარღვევ სახსნილი ქონდა უბანში ელე უკვე მოგესწრებათ ქუჩებში კუთხეებში ვიცოდი თბილისის რომელ კუთხეში რომელი ინსპექტორი იდგა ვეძე გავუვლიდი და როგორც თუ არ დაარღვევდი მე სიჩქარეზე ან ხაზ გადაკვეთავდი კიდაბი მართვის მოწმობას რომ იმაში კეთო თქვა 15-იანი ან 10-იანი კიდაბი აწყვიდი გზა ხსნილი ქონდა ერთი პრობლემა ქონდა ხოლმე ზოგჯერ რომ ინსპექტორებს ხო ქონდათ განაწილებული ეს თავი ტერიტორიები და ეხლა ძალაუნებად ურთიერთობები ქონდა მაგრამ ზოგჯერ ახალი ვიღაცას რომ მიიღებდნენ ინსპექტორები რო არ გიცნობდა ის ძალიან გაწვებოდა რა და მე უკვე რაღაცნაირ ურთიერთობას ამყარებდი თუ არ გიცნობდა თავიდან ხო ახალი ცოცხი მაგრა ცოცხავსო და აი ესეთი რაღაცები კონფლიქტები იყო ხოლმე მაგრამ ესეც ყველაფერი გულით გვარდებოდა მაგრამ მაინც კონფლიქტები იმართებოდა ყველაფერს ამას ვერ აგვარებდი და ამას უსამართლოდ ვთვლიდი აი მაგალითად რაღაცას დაარღვევდი და რაღაცას გედავებოდა ეს ქუჩის ინსპექტორი და იმ 15 და 10 არ ჯერდებოდა უფრო მეტია და თუ არა და არ გადაუკვირდი მაშინ ეს გადასცემდა ამ ჩამოყართვდნენ ამ მართვის მოწმობა და აგზავნდნენ რაიონის განყოფილებაში და როგორ მახსოვს აი ეს აუცილებლად უნდა მოყვე ალბათ ეს ადამიანი შეიძლება ცოცხალია შეიძლება არ ეწყინება ჩამომართვეს მართვის მოწმობა რაღაცა პერიოდი გავიდა და ისნის მეტროსთან იყო ადრე მილიცია ეხლა აღარ არის ის შენობა რაღაც ახალ კორპუსს აშენებენ და იქ იყო ხოლმე ამ მართვის მოწმობების გამოტანის ამბავი რა და მივედი და უკვე ვიცოდი რომ ისე არ კეთდებოდა დროსმანერად არ გვარდებოდა მაგ საქმე და გავარ ეხლა რიგში და შევედი ეხლა იმაში კაბინეტში და აი პოლკოვნიკია კაცი რა ეხლა პოლკოვნიკი მილიციაში პოლკოვნიკობას რომ მიაღწიო ძალიან დიდი ის უნდა დამსახურება უკვე ჯარმოვლილი ვარ უკვე დამთავრდა 20-21 წლის ბიჭი ვარ და ჯარში მოდი გენელები თუმცა მაგასაც გავიხსენებ გენელები აი ახალის დავიწყო მე გავიხსენებ ხოდა ისა ჩავიდე ხა ჯიბეში ფული 50 ასმანეთიანი ჩავიდე და შევდივარ კაბინეტში არ ვიცი რატო იყო ეს ეხლა მაგარ რაში ჭირდებოდა იმიტომ რომ მაღალი ჯაჭური საფეხურის ის იყო ისა და ჯაჭურს რას გულისხმობ იცი მეგობრებო ხო იცით ეხლა ქუჩაში რო დგას ინსპექტორი მოაგროვებდა ფულს ის აძლევდა უფროს მე უფროს ასე კიბეებისავით მიდიოდა ხოლმე და ასე მიდიოდა იმაში და იქ რატო იყო იქ მაშინ არ მახსოვს რა ოდა ხა შევედი კაბინეტში და დიდი კაბინეტია ხო ის კომუნისტებს უყურდა ძელი კაბინეტი და იქ მაშინ სეკარდივანი შევანაძე იყო ის სურათი ეკი და რაღაცა დიდი პოლკოვნიკი და შევედი ხა ნერვიულობ რომ რაღაცა მაინც მილიციის პოლკოვნიკია და ხო შევედი და გამარჯვებად პატივცემენ და ასე ზის და მიყურე რა გინდა მეთქი აი მართვის მოწმობა მერე მეთქი პაცროთ პატივცემენ მერე მოდი რა და ასე მანიშნა რა უჯახი მივედი და ჩავდი ეს ფული და მართვის მოწმობა მომაწვევდა წადი ხმაძა რა მოუღია ესე მოაგვარე ესა როგორ მახსოვს და მეთქი ეს ვერ ხდება ეხლა ახტება ეს არის ფული ჯოჯოხეს ანათებს როგორ მახსოვს პოლკოვნიკი ხარ გენერალი ხარ ისა ხარ ესე ხარ ხო თავისი წესები იყო ეხლა ასე კიდევ ვერ მიხვიდოდი და ეხლა წეგანაც როთხე გამიკვირდა ეს ეხლა იქ რატო იყო აფხელა თანადოების კაცი ასე პატარა იმერს რატო იღებ და ვერ ხვდები დღემდეც ვერ ამიხსნია აუ რამდენი რაღაცა მაგ გასახსენებელი ეხლა ჯაზეც რო თქვი ეხლა წეგან მე რუსულ ჯარში ესე იგი რუსულ ჯარში კი ვიყავი მაგრამ ვიყავი სპორტულ ჯარში რა CSKA ცენტრალურ სპარტიული კლუბ არმიი მოსკოვში ჯიუდოისტებთან და ველოსიპედისტებთან იმებთან მაგრამ როგორ იყო ეს სპორტსიონერს რაღაც შეღავაც აძლევდნენ და იმ კაზარმაში დემაშხი ხშირად არ დავდიოდით რა
საბრძოლო შეჯიბრებებზე დავდიოდით, მაგრამ მაინც ჯართან ოფიცერთან გვიწევდა ხოლმე ურთიერთობა. მაგრამ რუსულ ჯარში ამას პატარა კონიაკით, ან პატარა ვინოთი, ან ჩურჩხელებით იმით ვაგვარებდით ხოლმე რა. ხოდა დიდი მოთხოვნა არ ქონდათ რუს თანამდებობის პირებს რა. მაგრამ კონიაკით არ ყიდო ამას ვაგვარებდი, ალბათ ამას მე კიდე დავიხსენებ რა. ხოდა იმ რუსული ჯარის შემდეგ თბილისში რომ ჩამოვედი და ამხელა პოლკოვნიკი კაცია, ესე რომ ელაპარაკებოდა, ჩემთვის ცოტა რაღაც მეხამუშა, მაგრამ მეხამუშა თუ არ მეხამუშა რეალობა იყო. სამწუხაროდ ეს რეალობა აღებ მიღება და ქთამის მიღება სასწავლო სისტემაშიც იყო ძალიან მაგრა გავრცელებული. და აი როგორ მახსოვს ჩემი პირველი ქთამი რომ მივეცი ლექტორს ახლა გავიხსენებ. არა ჯერ აი ამდენი მოსაგონერე იმახდა. ესე იგი ჯარიდან რომ ჩამოვედი, უკვე სპორტს დავანებე, თავის ახალ ვარ 20-21 წლის ბიჭი, გპ-ში სწავლობდი. ესე იგი პირველ კურსი დავამთავრე და მე ჩვენ დროს როგორ იყო პირველ კურსი რომ წახვიდოდი ჯარში, 18 ჯარში მიდიოდი, მე მოდიოდი პირველ კურსზე და მე უკან ბრუნდებოდი. ჯარში აუცილებლად წასულიყავ და ჯარიდან რომ ჩამოვედი დღის კურსზე ვიყავი, დღის სწავლებაზე, მაგრამ გადავიტანე საფუთები საღამოზე. გპ-ში სწავლობდი საავტომობილო საგზაოზე და ძალიან ინტერესია, აღარ მინდოდა ახლა სტუდენტობა და ესა და როგორ იყო საღამოს კურსზე რო ვიყავი, როგორი ის პროგრამა იყო, ესე იგი დღისით მუშაობდი და საღამოს მიდიოდი ინსტიტუტში სასწავლებლად. საღამო კურსი ერქვა, ასეთი პროგრამა იყო, ასეთი სწავლება იყო. იყო კიდო დაუსწრებელი, მაგრამ დაუსწრებელი მე არ მიზიდა და მაინც მინდოდა სტუდენტობა და ესეთი იმით რეჟიმით სწავლობდი, დილით დღისით მუშაობდი, საღამოთ ინსტიტუტში მივიდიოდი სასწავლებლად. და დღისით მოვეწყვეთ ისეთ ჩალიჩით და რაღაცებით დედაჩემის გავლენით. პირველ ატეკაში დავიწყე მუშაობა. პირველი ატეკა ტაქსოპარკის ატეკა კაიროს ქუჩაზე. ეხლა ჩემ ვიდეოს ვინც უყურებს და ვინც ძველი იმათ ყველას მოკითხვა, ჩემი ასე ვთქვათ პირველი, არა მეორე სამსახური იყო ბოდიში, პირველი სამსახური ჩემი იყო ელექტროავტომატში მუშაობდი ურთაჭალაში. იქ ჩარხევს არემონტებდი ასე რომ ვთქვა და მე ურთაჭალიდან კაი ვარიანტი ჩამივარდა და პირველ ატეკაში კაიროზე რო შევუხე იქ ადრე მთელი ტაქსი პირველი ატეკა, იქ დავიწყე მუშაობა. ხადავიკად რა. ხათურად როგორ არის? სავალი ნაწილის შემკეთებლად კაი დრო იყო რა და ესე იგი სამ დღეში ერთხელ მუშაობდი, 24 საათი ვიმუშავებდი, 2 დღე თავისუფალი ვიყავი და ნუ ძალიან მაგარი დრო იყო და მადლობა იმ კოლექტივს, აი მაგარი დრო იყო რა, იმიტომ რომ ასე თუ ისე მუშაობდი, ფურსას ვაკეთებდი და დროც ჰქონდა 2-3 დღე და ამ 2-3 დღეს ბიბლიოთეკებში და იმეებში ატარებდი ჩემ დროს, იმიტომ აი მაგრამ მინდოდა სწავლა და სწავლობდი რაც მაინტერესებდა და მაგრამ ფულიც ჰქონდა და ისიც ჰქონდა. მაგრამ იმ სამსახურშიც მოგეხსენებათ ისე რაღაცებით მოყვებით და ისა მოვხდი და მაგასაც მე მოვყვები. ხოდა სანამ მაგ სამსახურში მოვხდებოდი, მუშაობდი ელექტროავტომატში და არ მქონდა ეხა იმ ღინდელი შემოსავალი რა. მეორე კურსზე ვარ ფიზიკის ლექტორი ყავდა ასეთი ფიზიკა მათემატიკის ლექტორი. ხოდა ეს ფიზიკა მათემატიკის ლექტორი იყო ძალიან კაცრი რა. ხოდა რო ვიცოდი რომ კაცრი იყო, ვემზადებოდი რა, კარგად ვემზადებოდი და ჩათვლების პერიოდი რომ მოდის, გავედი ვერ ვაბარებ, მეორეჯერ გავედი ვერ ვაბარებ. ნერვები მეშლება რა, როგორ ვერ ვაბარებ რა, რაღაცას ყოველდღე მოულობდა რა და გავიხედე, გამოვიხედე და ჯგუფში ვიყავით 25 ადამიანი, 25-26 და ქედა დიდები იყვნენ, მე ვიყავი 21 წლის, ჯარიდან ახალი ჩამოს, ესენი 26-27 წლის ბიჭები იყო სხვადასხვა ადგილებში მუშაობდნენ და ყველამ ჩააბარა, მე ვერ ვაბარებ რა. ვიждები და ერთხელაც ეხლა ჯერ იმას არ ვიცნობდი კარგად, ახალი ჩამოსული იყო, აი პირველი კურსია, ხო, პირველი 4-3 დღეს ისე ახლობთ ერთობა, ხო და მომდედა მეურნეობა.
აკო აკჭისო ბიჭო აი რომ ნახარო წანოდი და ვერ მოვარდი წადი რა ეთი გოჭი რაღაცა და პიტაპი სამში მიადეკე მეთქი როგორ ბიჭო ლექტორია პროფესორია და კიდო ბავში ყავრო მითხრა მათოდა ავიდე დეჯ მაშინ ფული აღა დეჯე 50 ბანეთი მომცა კოლეჯში ჩამადებინა მე მათარა ბამბანე გავიყიდე და მივადეკე იმას რა ქვია სადაც ცხოვრობდა ეს პროფესორი ეხლა საქმე რა შეეცით აი კი რაღაცნაირად უკვე გამოვლილი მქონდა ცხოვრება გამოვლილი მქონდა ბევრი რაღაცები მაიმუნობები რაღაცები მაგრამ პროფესორებს და მასწავლებელთან პროფესორი იყო ესე დოცენტი მეცნიერებათა დოქტორი ესე რაღაცა და ვერ ვადარებდი ეხლა ის პოლიციელებს და იმებს კი რაღაცეთ მოხარშმა ბოლომდე მაინც ვერ მოხარშე დიდი თანადობების პირები მაინც როგორ ფულის გამო რომ ავიწყდებოდა ყველაფერმა ეს ვერ წარმომედგინა ეხლა პროფესორია ფიზიკა მათემატიკა მეცნიერებათა დოქტორი ვიცი აი ძალიან უხერხული პოლიცია ძალიან ცუდად ადგას და ხო იმიტომ რომ მაინც ხო იცი და წიგნებს ნაკითხი აი პროფესორი ლექტორი სხვა დონია ხო მაინც გინდა არ გინდა ну ვერ ვაკადრებდი ჩემთან და კიდო არ მქონდა გადახარშულიც კი ჩემთვის თავი რა იცი მაშინ არ მქონდა რომ თავი პროფესორად წოდება კი არა თავი ადამიანი იყო და ეს მაგრამ მაშინ კიდო ვერ მქონდა ის მე მეგონა რახან პროფესორია და დოცენტია და ტიტულები კათედრის გამგე და რაღაცები მაგას არ იგებს ეს იგი ეს ბამბანერკა მიკავი ასე ხელში მექანოზე ცხოვრობდა და ნახევარი საათი ვიდექი კარებთან რა რაღაცა და ვერ წარმომედგინა მაგრამ ანუ გავბედე ხა ბოლოს გასავ გავბედე რა იყო და გავ კარები ამ თვითონ პროფესორმა რა გინდა აი პატრიცემუნა მეთქი მოვედი შემოდი ეს რა გიკავია ხელში მიკავე ეს მივაწოდე და ბაბანეკა მოითა ჩათვლის წიგნა კიდე ჩათვლა გამოვედი და გუში ფიქო ვაი შენ ვაი ისაი რაღაცა და გამე თუთხა რა იმიტომ რომ აი ჩემ წარმოდგენაში აი პროფესორი დოცენტი კათედრის გამგე რაღაცა კურსზე აი ძალიან ამოტრია და ჩემ თვალში ეს ყველაფერი ძალიან აი თიკო ვერ აი იმოქმედა და გულათრიას გეტყვა მე რა ამგოდა ნანახი ჭუბი ეს ძველი ბიჭები თქო საკაშის ნამყოფი ყველაფერი მაგრამ განათლების სისტემის წარმომადგენელი ასე თუ მოერწეოდა მაინც მოუთმინეს ისე რა ვერ მოვინელე მაგრამ ნუ გავიდა დრო და უკვე მაგით მოვინელე და აგერავა თქვენი მონამორჩილი ასე თუ ისე ცხოვრებაში უკვე ბევრი რაღაცა მაქვს ნანახი ეხლა მოგეხსენებათ ბიბლიოთეკაში მუშაობდი უკვე ხელოსანი ვიყავი მანქანის გაკეთება ვიცოდი მე ხო ინფორმატიკაში მე საავტომობილო საგზაო მაქვს დამთავრებული ავტოინჟინერი ვარ ასე ვთქვათ დიპლომი მიწერი ავტოინჟინერი მაგრამ აკაც ეხლა ხო იცოდნენ რომ მე მანქანებს ვარემონტებდი და აკეთებდი და ჩემი გამოცდებს როგორ ვაბარებდი ხოლმე აკო ეხლა ლექტორებს მაშინ როგორ მანქანები ყავდა ზოგს ორგან ყავდა ზოგს უბანზე ყავდა ზოგს რავი ჟიგული ყავდა როგორ ახარ ეხლა არ მინდა ასე დავკონკრეტე ალბათ ჩემი ჯგუფელები და ჩემი თანაკურსელები მიხვდებიან რაზეა ლაპარაკი ხო არ მოული ჩემ მანქანას არა რა პრობლემა წავიყვანდი ამ თქვა ორგან ყავდა რაღაცას 2-3 საათის გასაკეთებელ მანქანას გავუკეთებდი ლექტორს მაგრამ 2-3 დღე მქონდა ხოლმე რა ვიცი და 2-3 დღე ამ მანქანით დავსეინობდი თბილისში მაშინ ახალგაზრდა ბიჭი ვარ გოგოები ისა და ხან ვოლგი დავდიოდი ხან ჟიგულით ხან უაზით ხან რა ვიცი 1000 მანქანები რა მანქანების მქონდა ლექტორებს და მიხვდებით აქტიურად ამ ჩემი ხელობით ამ ჩემი მოქმედებით გამოცდებს ისე ვაბარებდი პრობლემა არ მქონდა ну არ ვიცი ახლა ეს პატივისცემა აქვს თამია თუ ეს უკვე თქვენთვის მომინდია ну ფაქტურად იყო ამის საშუალება და სარგებლობდი კიდევაც
ეხლა ზოგიერთი ახალგაზრდა მისმენს, ეხლა მე რასაც ყვები და იტყვის, აი არ ცხენია, რა დროშია, შენ უნდა გველაპარაკო იქ თემაზე. ეს ხო არ არის სწორი, თამის მიცემა, პატივისცემა, მაგრამ დრო იყო ასეთი დრო. ეხლა მე ყვები იმას, რაც უბრალო ადამიანი და უბრალო სტუდენტი აკეთებდა ამას ყველაფერს და იქ რაიკომებში და ცეკაში და ტეკაში რა ხდებოდა ეს კიდევ სხვა თემა, ეს ხო სულ სხვანაირად დახვეწილი თემაა. თუმცა ეს კორუფცია ეხლა ასე რო თქვა, კორუფცია სულ გავრცელებულია. ეს ისეთი რაღაცაა, რომ კაცობრიობა რაც არსებობს, ეს მისდევს. ეხლა ზოგს რომ გაიდეალიზირებული ყავთ ეს ამერიკა და ევროპა რა, აქ არ არის გონია. უბრალოდ ეხლა ჩვენ აქანიდან გამომდინარე უბრალო რაღაცეებში არ ჩანს, მაგრამ აქ უკვე ელიტარული კორუფცია, კიდე ეპშტეინი და მოიც როგორ არის რომ ფული ისე არ გეცდება. ყოველთვის რაღაცა გამარული და რაღაცა ისეთი ფორმებია იმ მოქმედების შემდეგ, რომელიც ჩვენ ბევრმა არ ვიცით. კი ვცნობთ, მაგრამ იქით რა ხდება, სხვის არავინ არ ჩაგამყოფნებს. თუმცა გული და ცნობებით, აზროვნებით ვიცით, რომ იქ რაღაცა ხდება. ეხლა ამ დღეებში ჩვენ განვიხილავთ სამეგობას. ალბათონ რუსუდანია ჩვენი მსმენელი და იმამთხოვა რემარკის სამი მეგობარი განვიხილოთ. და რატო გამახსენდა ეხლა და ეს ამ დღეებში გამოუშვეთ მაგ ციკლის გარჩევასთან. იქ არის ასეთი მომენტი, რობინი რო თავის შეყვარებულთან რო ლაპარაკობდა სადღეღოში ამბობენ. მოდი ჩვენ შვილებს გავამარჯოსო და ჩვენ შვილებს უსურვებთო დიდარი მშობლები ყავდეთ. აი როგორი სადღეღოა რა. ესე იგი თავის როცავდა რა ისეთი შვილები ყავდეს რომ მათო აი დიდარი მშობლები ყავდეთო. და აი მაგას ვიცახი რა, გინდა არ გინდა ადამიანს უნდა კაი ცხოვრება, კომფორტული ცხოვრება, მაგრამ გარემოება მე კი არ ვამართლებ ამ თამს, კორუფცია და რაღაცას, მაგრამ ეს მოცემულობაა, რეალობაა, რომელსაც ჩვენ ყველა ცხოვრებაში გვხდება, ვეფეთებით და როგორ რანაირად გამოვიყენეთ, რაში გამოგვადგება როგორ ანერად ამას ქვია ცხოვრება, რომელსაც ჩვენ ვეძახით კირე და ამ კირეში, ამ პროცესების გარეშე გინდა არ გვინდა ვერ მოვერიდებით. კარგით მეგობრებო, ფული ისეთი თემა, უბრალოდ ეხლა ჩემ ბავშვობის ის ახალგაზრდობის ამბები გავიხსენე, მაგრამ ჩვენ კიდევ გავაგზავნოთ ფულის თემა და როგორ ვიშოვოთ ფული, რა ხდება, როგორ მოქმედებს ჩვენზე, რა როგორ ამას უკვე მომავალ ვიდეოებში გაჩვენებთ. ყველას გემშვიდობებით, ყველას გისურვებთ წარმატებებს და ისევ და ისევ რემარკის სიტყვები მინდა თქვა. დაგილოცავთ შვილებს და იმ შვილებს შეძლებული მშობლები ყავდეთ. კარგად, მომავალ იმედია შევხვდებით მომავალ საინტერესო ვიდეოებში. კარგად.